ქრონიკა დღეს საარჩევნო მარათონის უცნობ მონაწილეებსაც გაგაცნობთ, მათგან ზოგიერთი ასპარეზზე დღეს გამოვიდა, ნაწილს კი მხოლოდ ტაიმაუტი ჰქონდა აღებული. წინა საარჩევნო კამპანიას ქართლოს ღარიბაშვილი უბრუნდება. პრეზიდენტობის სტაჟიანი კანდიდატი ახლა თბილისის მერობას შეეცდება. საარჩევნო მარათონში ჩართულ 36 პარტიას შორის არიან ისეთებიც, რომელთა სახელსაც მაყურებელი ახლა პირველად გაიგებს. Prezidento კამპანიაში მონაწილეობდა მინდოდა მონაწილეობის მიღება მაშინაც ზვიადი როცა აირჩიეს ის საპრეზიდენტო არჩევნებში 4-ჯერ მონაწილეობდა. ახლა თბილისის მერობას სურს. ქართლოს ღარიბაშვილმა განაცხადი ცესკოში უკვე შეიტანა და რეგისტრაციაზე დასტურცელოდება. ადვოკატი, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების სტაჟიანი მონაწილეა, ფიქრობს, რომ გზა ქვეყნის პირველი პირობისაკენ მერობაზე გადის. ჩვენ ადვოკატები მუშკეტიორები ვართ, მარტონი ვერ ვძვით სახელმწიფოს. ტოტალიტარული საქართველო უნდა გადავაქციოთ პროკურორების ქვეყნიდან, უნდა გადავაქციოთ ცივილიზებული თანამედროვე საქართველოს და ადვოკატების ქვეყნიდან. ადვოკატს უნდა მისცენ ხმა. თბილისს დღეს იცით რა შერდება? მერის რანგში. თბილისის ადვოკატი 30 მაისს გამარჯვებისათვის იბრძოლებს პოლიტიკური გაერთიანება მამულიშვილთა ორდენის სამშობლო. პარტია ქუთაისში დაფუძნდა, თუმცა არჩევნებში მონაწილეობას მთელი ქვეყნის მასშტაბით მიიღებს. გიზო სოხაძის პოლიტიკური გუნდი გამარჯვების შემთხვევაში მომღერალი, ფერადი და ანტიკვარული შადრევნების დამონტაჟებას გეგმავს. სია უკვე ჩამოწერეს. ყველაფერი ქუთაისის სადგურიდან დაიწყება. ტრაბახად არ ჩამითვალოთ, ჩვენ რაოდენობრივად, არ ვიცი ხარისხობრივად როგორ იქნება, ვართ საქართველოში ყველაზე დიდი პარტია. მოვითვლით 12,000 ნამდვილ ასოცირებულ წევრს. აქედან უძლიერესია ქუთაისის საქალაქო ორგანიზაცია, რომელშიც გაერთიანებული არის დაახლოებით 3,000 წევრი. ჩვენ თუ გავატარეს რეგისტრაციაში, არ არსებობს შესაძლებლობა, რომ ჩვენ მოვიგებთ თვითმმართველობის არჩევნები. ეს არის თბილისში რადიკალ-დემოკრატების სათაო ოფისი. წინა საარჩევნო კამპანიას ისინი გარეუბნიდან, ვარკეთილის მესამე პლატოდან წარმართავენ. გამარჯვებაზე ძირითადად ისეთ უბნებში შეეცდებიან, სადაც მოსახლეობას სოციალური პრობლემები აწუხებს. სხით, როდესაც ამბობენ, რომ მათ პარტიას ხალხი არ იცნობს. ამბობენ, რომ გზა პოპულარობისაკენ კონკურენტებმა დაუბლოკეს. ჩვენ გამოვიყენებთ წინა საარჩევნო მარათონს იმისათვის, რომ პარტია გახდეს უფრო მეტად ცნობადი და ალბათ შედეგებს დაინახავთ 30 მაისის არჩევნების შემდგომ. ჩვენ გვაქვს, ჩვენ ველოდებით, რომ ჩვენ გვეყოლება მინიმუმ ფრაქცია მაინც ხელი იმაში, რა ქვია, საგრებულოში. იმ 36 პარტიას შორის, რომლებიც ადგილობრივი არჩევნების მოგება შეეცდება, მშრომელთა უფლებების დაცვის პარტიაცაა. ლიდერი ალთანდილ ტყებუჩავა. მათი მთავარი კონკურენტები ლეიბორისტები არიან. წლების წინ თანაგუნდელები იყვნენ, თუმცა გზები საკრებულოს წინა არჩევნების დროს გაიყარა. ტყებუჩავას მაშინ ეჭვი გაუჩნდა, რომ ნათელაშვილი სხვა პოლიტიკურ ძალებს გაურიგდა და პარტიას გამოეყო. ამის შემდეგ ის მარტო იბრძვის და სხვებთან გაერთიანებაზე საუბარი ახლა აღარ სურს. ფიქრობს, რომ გამარჯვებას ისედაც მიაღწევს. ეროვნული ძალები თუ მოვლენ და არა ფსევდოეროვნული, ზოგიერთები პუჩისტები რო იყვნენ და ეხლა რო გახდნენ ადამიანის უფლებათა დამცველები და ტანზე რო იხევენ დისიდენტობით, არ არის მასე, ხალხს ყველაფერი ახსოვს. აქედან გამომდინარე, თუ მართლა ღირსეული კადრები მოვლენ ხელისუფლებაში იგივე ადგილებზე, რა თქმა უნდა, სასურველი იქნება პირველ რიგში, რომ გადაიხედოს ყველა ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი. კიდევ ერთი პოლიტიკური პარტია, რომელიც ადგილობრივი არჩევნების გზით ქვეყნის ხელისუფლების ყველა შტოს შეცვლას შეეცდება, პატრიოტებისა და პენსიონერების გაერთიანება მამულიშვილია. ეს გუნდი ხალხს ხმების სანაცვლოდ საპარლამენტო რესპუბლიკად გარდაქმნას პირდება. ამბობენ, რომ ახლა სოციალურ პრობლემებზე მეტად მოსახლეობას ერთ სახელისუფლებო შტოში მობილიზებული ძალაუფლება უფრო აწუხებს. ადამიანში დებს როგორც ბოროტი გენი, ასევე კეთილი გენი და როცა ადამიანი ხელისუფლებას მოიპოვებს, მე არა ვარ დარწმუნებული ჩვენი ბლოკიდან იქნება თუ სხვა იქნება ეს, რომ ის ბოროტი გენი არ ინძლავრებს ამ შემთხვევაში და ჩვენი ბლოკის მიზანია და ეროვნული საბჭოს მიზანია, რომელიც მე მიმაჩნია ერთ-ერთ ყველაზე უფრო რადიკალურ ფრთად, რომ საპარლამენტო რესპუბლიკა დავამკვიდროთ ჩვენს ქვეყანაში. ამ მრჩეველთა გულების მოსაგებად პოლიტიკურ ძალებს ორ თვეზე ნაკლები დრო რჩება. თუმცა ბრძოლის გასაგრძელებლად ერთმა ნაწილმა ჯერ ცესკოს წინაშე გამოცდის მეორე ტური უნდა ჩააბაროს და მხარდამჭერთა 30,000 ხელმოწერა შეაგროვოს. ეს წესი ეხება მათ, ვინც არაკვალიფიცირებული პოლიტიკური პარტია ან არ ყავს წარმომადგენელი პარლამენტში. პრაიმერის ინიციატორთა სოციოლოგიური გამოკითხვის ბიულეტენს ერთი გვარი გამოაკლდა. გამოკითხვას გია მაისაშვილი გამოეთიშა, რომელმაც პრაიმერში მონაწილეობაზე უარი თქვა. მომავლის პარტიაში აცხადებენ, რომ მაისაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება, რის გამოც სოციოლოგიური გამოკითხვის ჩატარებამდე საქართველოში ჩამოსვლა და მოსახლეობასთან შეხვედრები ვერ შეძლო. ამის გამო ის საკუთარ კანდიდატურას ხსნის. თბილისის მერობის კანდიდატის გამოსავლენად პრაიმერი 6 და 8 აპრილს ჩატარდება. ოპოზიცია კანდიდატის ვინაობას 9 აპრილს დაასახელებს.
ვერ მოახერხა უბრალოდ თბილისში ჩამოსვლა პრაიმერამდე, ამიტომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, თუმცა პრაიმერი ჩვეულებრივ ტარდება. ყველა მონაწილე მასში მონაწილეობას მიიღებს, მათ შორის მომავლის პარტიაც ტარდება ეს 3 დღის მანძილზე 6 და 8 აპრილს თბილისში. საერთო ჯამში გამოიკითხება 15,000 თბილისელი, შედეგები 9 ნობილი გახდება 9 აპრილს დილით უკვე ვერის პარკის საკალათბურთთა სასახლეში. დღის სხვა მოვლენები მორიგი რუსული საფრთხე მოსკოვმა ოკუპირებული ტერიტორიების საზღვრების გაკონტროლება დაიწყო. საქართველოს ტერიტორიულ წყლებში რუსული კატარღა შევიდა. კონტროლი გამკაცდა ახალგორთანაც. ოკუპირებულ სოფლებში რუს ჯარისკაცებთან ერთად კაზაკები შეიყვანეს, რაც ქართული მხარის შეფასებით რუსის სამხედროების სისუსტეზე მიანიშნებს. ქართული ტერიტორიების საზღვრების გაკონტროლებაზე რუსეთმა ოფიციალური დოკუმენტიც მიიღო. კანონს ხელი დიმიტრი მედვედევმა მოაწერა. კრემლსა და მარიონეტულ რეჟიმებს შორის ხელშეკრულების ხელმოწერიდან 5 დღეში მოსკოვმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ეგრეთ წოდებული საზღვრების გაკონტროლება დაიწყო. ეს არის რუსული კატარღა, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ წყლებში შემოიჭრა. გემი განმუხურის სანაპიროდან 150 მეტრში 5 წუთით გაჩერდა და შემდეგ ფიჩორის მიმართულებით გაბრუნდა. კატარღის მოძრაობას რამდენიმე მეტრის დაცილებით 2 ხომალდი აკონტროლებდა. პროვოკაციულად გააკეთა რამოდენიმე მანევრი იმ სიახლოვეს, საგუშაო სიახლოვეს, იმდენად რამდენადაც ამის საშუალებას აძლევდა მათ ზღვის შელფი. საოკუპაციო ჯარების მხრიდან ბოლოს ძალიან გახშირდა სამხედრო პროვოკაციები, როგორც სახმელეთო ძალების მხრიდან, ასევე საჰაერო ძალების მხრიდან. კატარღის შემოჭრიდან რამდენიმე საათში ოფიციალური თბილისი ახალ რუსულ საფრთხეებზე ალაპარაკდა. საგარეო უწყების განმარტებით საერთაშორისო მონიტორინგის გარეშე დარჩენილ რეგიონებში კრემლი პროვოკაციულ ნაბიჯებს დგამს და მოსახლეობის დაშინებას ცდილობს. ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ საფრთხეები თავიდან იქნას აცილებული. სწორედ ეს არის მიზანი რუსული პოლიტიკის, რომ გამწვავებული ვითარება იყოს ჩვენ მოსახლეობას და ასევე სოფლიოს სხვა წარმომადგენლებს, რომლებსაც სურვილი აქვთ მაგალითად ტურისტულად ეწვიონ საქართველოს, სწორედ ამისგან თავი შეიკავონ და შექმნან, რომ თითქოს აქ არის საფრთხის კერა. რუსმა ოკუპანტებმა კონტროლი გაამკაცრეს ახალგორის მისადგომებთანაც. საგუშაგოსთან ყველა გამვლელს ჩხრეკენ და ხელახლა არეგისტრირებენ. ადგილობრივების ინფორმაციით ოკუპირებულ რეგიონში რუსი ჯარისკაცების დამატებითი ასეულით შევიდა. ადგილზე განმარტავენ, რომ კონტროლის გამკაცრება მოსკოვში მომხდარი ტერაქტების შემდეგ უბრძანეს. Была проведена спецоперация. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ეგრეთ წოდებულ საზღვრებზე კონტროლის გაძლიერებას ექსპერტები რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის განცხადებას უკავშირებენ. მოსკოვი ახლა საქართველოს პროვოკაციაზე წამოგებასა და სიტუაციის დესტაბილიზაციას ცდილობს. რათა მსოფლიო დაარწმუნოს, რომ 29 მარტის ტერაქტებში ქართული კვალიურებია. რუსული ჯარი და სპეცსამსახურები ხელ ცდილობენ იფასი ფუნქციონი საქართველოს ტერიტორიებთან, რომელიც დაამტკიცონ, რომ შეიძლება მართლაც რაღაც საქართველოში ცუდი ხდებოდეს. რადგანაც იცის პატრუშევი მომდეღაც რამდენიმე დღის წინ თქვა და ყველა მიიღო ბოდვად, რომ დამტკიცდეს, რომ თად ბოდვაც არ იყო და რაღაც შეიძლება ამის უკან სერიოზული იდგეს. გაძლიერებული კონტროლის პარალელურად დღის ბოლოს ცნობილი ხდება, რომ მედვედევმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საზღვრების დაცვის შესახებ კანონს ხელი მოაწერა. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური ინფორმაციას ავრცელებს, რომ ეგრეთ წოდებულ საზღვრებს კრემლის დავალებით რუს ოკუპანტებთან ერთად კაზაკთა ჯგუფებიც დაიცავენ. მოსამზადებელი კურსების გავლა კაზაკებმა უკვე დაიწყეს.